ასეთი სიტყვები ბრძანეთ ისა მშვიდობა ბავშვის ნაბიჯებით დადისო და ბავშვი და შვილია სწორედ ის პატარა ნაბიჯებით რო გვაბრუნებს სიცოცხლესთან და როცა გადადიოდით უღელტეხილზე შვილის თოჯინა გქონდათ თან რომელსაც არაფრის დიდებით არ გადავაგდებო და მაინტერესებს სად არის ახლა ის თოჯინა ეს თოჯინა ხა თბილისის ბინაში არის ჩვენთან ესე იგი ჩვენ რო უკვე ავიარეთ მანქანით სანამდე შეიძლებოდა იმიტომ რომ ჩვენ არც ვიცოდით სად მივდიოდით სოხუმი დაეცა არავითარი გეგმა არ არსებობდა რომ აი ეცემა სოხუმი ცენტრი დაეცა თქვა ხო დამცველი რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო თქვა წითელ ხიდთან ხო მე თქვა წითელ ხიდიც ვერ დაიკავე რა მე უნდა ყოფილიყო თქვა კელასურთან ხო მე კელასური არის საზღვარი გულირიფში იწყება მაჭარკა და მე მდინარე მაჭარკასთან ამასობაში მშვიდობიანი მოსახლეობა მოასწრებდა გასვლას და ამ შემდეგ ნუ თუ ვერ შეაჩერებდი მოწინააღმდეგეს ხალხს მაინც დაეხმარება ამის გეგმა არ იყო ეს ხალხი ხედავდა რომ ჯარისკაცებს ხელმძღვანელობა ზოგი თვითმფრინავით გაფრინდა მთავარსარდალი გენერლები არ არის გვერდით და ჯარისკაცები ხელმძღვანელობის გარეშე არც დავალება რა გააკეთონ როგორისა ომი არის შეთანხმება სხვა ტიპის იარაღის ქვემეხია ავტომატია რაღაც ათეულია ასეულია ბატალიონია რაღაცები და ეს არის ხო და მანქანა მყავდა ძველი ვოლგა 24-ს რო უძახდით ხო და დედაჩემი ძმა მეგობარი და მე ვარ ახლა და ნუ რაღაცები ხა რა უნდა წაიღო და ტანსაცმლები იმიტომ რომ სად მივდივართ არ ვიცით ჩვენ მაინც გონია რომ ზუგდიდით ანუ სოხუმიდან ზუგდიდამდე 80 კილომეტრია 90 თქვათ და პირდაპირ გზას ზღვას მიყვები მაგრამ იქ კითხვის ნიშნები ბევრი გვაქვს ეხა კინო სცენარი დიდი ხანია მზად არის და შეიძლება ოვაშვილმა გიორგიმ გადაიღოს ნახოთ როგორ იქნება ხო და კითხვის ბევრია და აი ისაო აფხაზები არ გვატარებენო იმ ხიდზეო და აქედან უნდა წახვიდეთ. ხო და მოკლედ სამანქანო გზა რო დამთავრდა და უღელტეხილი ფეხით უნდა დაძლიო და მე მას აქ ალპური ზონა, სასიკვდილო ზონა. სადაც არ ხარობს ბუჩკები, არის ბალახები მარტო. ხო და ვერ შეეფარები ვერაფერს, ვერ ცეცხლს დაანთებ. და იქ ბევრი დაიყოფა განსაკუთრებით და აი ის იწყება და ხა ჩემი მანქანა იქ უძლურია მარტო გადადიოდა ურალები სამხედიანი და იქ კიდევ ავიცი ისეთ ხალხი გადადიოდა რომელიც არავის არ ეხმარებოდნენ დაცემულ მოხუცებს და სხვებს ხო და ამ დროს მანქანას დავემშვიდობე ჩემ მანქანის სახელებს შევარქმევდი ხოლმე და ეგ იყო ტიგრი ეს გვესმოდა სულ ტიგრი და პანტერა გერმანული ტანკები ვითომ კარგები იყო და ირონიულად და ტიგრ მაგარი ხარ და ამ შემდეგ და დავემშვიდობე მადლობა უთხრავ ყველაფრისთვის სოხუმს ვემშვიდობები უკვე გადმოვდივარ იქიდან ხო და აი რაღაც ცელოფანის ის იყო ომის დროსაც ჰუმანიტარულ იმას გვიგზავნიდნენ ფქვილი იყო თუ ზეთი იყო და ამას რო დაარიგებდნენ და დაცარიელდა ეს ფქვილისაგან და ეხლა და მახსოვს ფარშავანგი და რომელიღაც შტატი იყო წინში კი მაქვს ეხლა არ მახსოვს კანზას შტატი თუ რომელიღაც ეწერა ქვემოთ ხო და ნუ ამაში რა ერთი პირველ ჯინსებს ჩვენ ყიდულობდით სოხუმში გემებზე გემებით რომ მოქონდა და ერთი ქურთუკი ჩავაგდე ჯინსის როგორც ძველმა ჯინსავი კმან ხო და მე აბა რა წავიღო და აი სალომეს ის ვნახე თოჯინა და მე შეიძლება რაღაც კიდე თბილი ალბათ კაშნე თუ რაღაცა კაშნეც არის ნახსენები ხო და აი ეს და შევაკოთიცე ესეთი რუგზაკი რაღაცა აი ფქვილის ტომრისაგან და ჩამოვიკიდე და ეს ფარშავანგის ზურგზე მეხატა ესე მოვდიოდი და ფარშავანგის ჩელსიბას ეხატა ამისანად მოვდიოდი და გადმოვიტანე ეს და ეს თოჯინა იმაშია თბილისშია